მოკლედ გავაფთიანოთ ბექა Red Bull-ით და გადავიღოთ საგამოცდო მარშრუტი ზუგდიდში. ბექა საჭესთან ვსვავ და საჭესთან ვსვავ, იმიტომ რომ უკვე გავლილი აქვს ეგ გამოცდა და მე პარალელურად დავიწყებ ახსნას და პლუს კადრები გამომია უფრო მაგარი, ასე ვთქვათ რა. იმიტომ წეგან უკვე გადავიღეთ და არ გამოგვივიდა, ხელახლა გვიწევს წასვლა. წავედით ბექა. უკვე დავამატებთ იმას, რომ ეს ვიდეო არ ემსახურება არავითარ შემთხვევაში წესებით გავლის სწავლებას და ასე შემდეგ, მაქსიმალურად წესების დაცვით გავუდი ჩვენ, თუმცა ემსახურება იმას, რომ ზუსტად დაიმახსოვროთ გზა თუ რა გზის გავლა მოგიწევთ ზუგდიდში. რომ არ დაგავიწყდეთ საით არის მოსახვევი, რამდენ ზოლიანი მოძრაობები გიწევთ, სად შეიძლება იყოს საცობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სად არის უშლაგბაუმური რკინიგზის გადასასვლელი, რომ ამ ყველაფრისთვის იყოთ მზად. ხოლო ამ ყველაფერს ემსახურება ეს ვიდეო. მეტი სხვა არ აქვს. გისურვებთ წარმატებას. წავიდა ზუგდიდის საგამოცდო მარშრუტის გადაღება. გამოსასვლელს დაინახავ სადაც არის. გამოსვლისას წინ როგორც მანქანა მიწის, კადრი არ უნდა გამოჩნდეს, კაცი, სადმე უნდა გავაჩეროთ ბექა. სადმე დავაპაუზებთ რა. აქედან გამოსასვლელი არის. ეხლა ამას უკან რო გავყვეთ, რეალურად ჩაიჭრება გამოცდაზე გამოსვლელი, ამიტომ აქ მივაყენებთ მანქანას და აქედან მერე დავიწყებთ მოძრაობას. ცოტას გაგვასწრებს ის რა, თორე ჩვენს გამო რო ჩაიჭრას, ეგეთი რამე არ გვაწყობს. გამოცდო მანქანებს არ სდიოთ ტრაქში. დააცადეთ, რომ თვითონ შეიცვალონ ზოლი და ისე გაიარეთ გვერდზე. ხელი არ შეუშალოთ, ბიჭო და არ ჩაჭრათ გამოცდაზე ტყუილ უბრალოდ რა. ორი შემთხვევა არის უკვე, აი 10 წამია რაც ვდგავარ. ორი შემთხვევაა უკვე რა. წავალთ ახლა გავაგრძელებთ, დავიწყებთ გამოცდის მარშრუტის გადაღებას. თქვენი შვილები, თქვენი დები, თქვენი ძმები, რა ვიცი, მამები, აწახვიდე ბექა ჯერ. ყველა გადიან გამოცდაზე, ყველას უწევს იგივე მარშრუტის გავლა. ნუ იზამთ ისე რომ საგამოცდო მარშრუტზე ვიღაც ჩაჭრათ. არ ქნათ ეგ რა. ეს გამოსასვლელი იყო, სადაც გავჩერდით და გავატარეთ წინ გამოცდაზე გამსვლელი ავტომობილები და დავიწყებთ ახლა გადაღებას რა. იქიდან რომ გამოვხვალთ თუ მარჯვენა მხარეს ესე დაბრკოლებები შეგვხდება და მანქანები ეყრებიან გზაზე, ჩვენ აუცილებლად გადმოვალთ მარცხენა ზოლში და მე მარცხენა ზოლიდან ისევ მარჯვენაში და ისე გავაგრძელებთ მოძრაობას. სუგომ არ ჩავჭრას ბექა გამოცდაზე. ავარიულები უნდა ჩავთოთ აუცილებლად და ყურადღებით ვიყოთ და წავედით. გზაში რაღაც მონაკვეთს თუ ვერ დაინახავთ, აი ესეთ დაბრკოლებას ხედავთ წინ. აუცილებელია რომ მაშუკის ჩართოთ, სიჩქარე შეანელოთ თუ გვერდზე ავტომობილები მოგხვდებიან, გაატაროთ მომავალი ავტომობილები და ნელ-ნელა გადაინაცვლოთ მარცხენა ზოლში. აი ეგ. ისე რომ დისტანციაც დაიცვათ წინ მავალ ავტომობილებთან. აქ უკვე გზა გაგინთავისუფლდებათ, წინ აი ამ ხიდზე არის ძალიან ცუდი მონაკვეთი და ძალიან ნელა გადაიარეთ, იმიტომ რომ ხმაურიანი, აი ჩათვალეთ რომ ბუგაროქს უდრის, ისეთი გადასასვლელებია აი ამ ხიდზე. შეეცადეთ რომ ყურადღებით იყოთ რა ამ მონაკვეთზე, ჯლაგაჯლუგით არ ატაროთ მანქანა, არ ჩაგითვალონ უხეშ მოპყრობაში. სარკეები გზაში აუცილებლად აკონტროლეთ, სხვანაირად ფიზიკურად არ გამოვა. ეხა ვინმე რო გაგვაჩეროს, რატო დადიხარ საგამოცდო მარშრუტზე, რა ვიცი, რავიანი კაცი მიზის საჭესთან. მოატრიალეს ეგრევე. ეგ არის ძმა, გეუნები ჩაიჭრა მეთქი ტრაქში რომ მისდევდა რა. არ სდიოთ საგამოცდო მანქანებს ტრაქში, ნუ უძრებით. დააცადეთ, გაიარონ მაგ მანქანებმა, ანუ ხელს არ გიშლიან თქვენ ეგენი არანაირად. 3 წუთი კიდე არავის არაფერს არ გიწყვეტს რეალურად რა. ძროხებს გვერდისავლას ვუკეთებთ, ისე რომ სარკეში გაიხედოთ და მხარზე გაიხედოთ, ისე რომ საპირისპირო მიმართულებაზე არ გადახვიდეთ. მონახაზი ცუდად არის გაკეთებული, წაშლილია, მაგრამ თქვენ თვითონ შეგიძლიათ აღიქვათ და წარმოიდგინოთ. წინ წითელ ფარებს თუ ხედავ ბექა შეიძლება უკან გამოსვლას აპირებდეს ის მანქანა, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ აუცილებლად. აი ნახე, ეს მანევრიც შეგიძლიათ ძალიან შეულებრივად ესე შევალთ. ეს მანქანა ძალიან ცუდად არის გაჩერებული. ავაროთ მე კიდე გადაინაცვლე მარცხენა ზოლში თავიდანვე კი ბატონო, სანამ მანძილი და დრო გაქვთ. აქ კარგად თუ დააკვირდებით, მოიწმინე. აქ კარგად თუ დააკვირდებით, ქვეითა გადასასვლელი არის უცნაურად დახაზული რა. ანუ აქაც ქვეითა გადასასვლელია ჩათვალე ცოტა აქეთ და აქაც ქვეითა გადასასვლელია, სადაც ნიშანს ხედავთ. ყურადღებით იყავით, გაიხედებით მარცხენა მხარეს, დააკვირდებით იქიდან მოდის თუ არა ავტომობილი.
150 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს აუცილებლად იქიდან მომავალ მანქანებზე. თუ პავაროტნიკი ჩართული აქვს, შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენ ზოლში მოძრაობა, ისე რომ იმ ზოლში არ გადავიდეთ. შემოვდივართ მარჯვენა ზოლში და ვაგრძელებთ მოძრაობას. ეს კაცის ჩამჭრელი ხო არ იყო მან დრო იდგა, იმასავით. ის იმენა ჩამჭრელი იყო, დედასპიცა ვარ, მან დრო იდგა. ქვეითა გადასასვლელთან. 3 წუთი არაც მოძრაობთ. ბუგაროკებთან ყურადღებით იქნებით აუცილებლად 20-ზე ნაკლები არის თქვენი სიჩქარე, 100 სიჩქარითაც უნდა გადახვიდეთ ბუგაროკზე. პერიოდულად თუ მომიწევთ დაპაუზება ვიდეოს, იცოდეთ რომ დიდ მონაკვეთს არ დავაპაუზებ ხოლმე და მალე გავვი. ეს რა შვება წინ კიდევ ერთი ბუგაროკია 20-ზე ნაკლები რა თქმა უნდა. ნუ ყოველი შემთხვევისთვის იცოდეთ რომ უბრალოდ გზის დასამახსოვრებლად ვიღებთ ამ ვიდეოს, სწორედ დარღვევით ჩვენ შეიძლება ბევრი რაღაც დავარღვიოთ, მაგრამ თქვენ წესების დაცვით გაიარეთ აუცილებლად ეს ყველაფერი რა. შეეცდებით რომ იმოძრაოთ მარჯვენა ზოლში, ოღონდ ანუ აი ამ თეთრ ზოლს ნახე, რაზეც ჩვენ არ ვდგავართ. არ გეგონოთ რომ ვდგავართ ამ თეთრ ზოლზე, ესე როცა უმოძრაოთ. არ გადაკვეთთ არავითარ შემთხვევაში. არც შეეხოთ მაგ თეთრ ზოლს, რაც მარჯვენა მხარეს არის მონიშნული. გზა არის, ანუ მაქსიმალური სიჩქარე ამ გზაზე დაშვებულია 60 კმ/სთ-ში, 45-ზე ნაკლებით ამ გზაზე არავითარ შემთხვევაში არ იაროთ. ასევე 60-ით და მეტითაც არ იაროთ. შეგიძლიათ იმოძრაოთ 55-ით, 50-ით. მაგრამ 45-ზე ნაკლებით არ იაროთ არავითარ შემთხვევაში. ჩართავთ წინ მარცხენა პავაროტნიკს და დაიჭერთ მარცხენა მონაკვეთს, როგორც კი დაინახავთ შუქნიშანს, გზის მარცხენა ნაწილს დაიჭერთ აუცილებლად და დაიჭერთ, იმიტომ რომ მარცხნივ გვიწევს ამ შუქნიშნიდან მოხვევა, იქით გვიწევს შესვლა. პავაროტნიკს ჩართავთ, მას შემდეგ შუქნიშანთან რაც გაიგონებთ, სიტყვა მალეს, ანუ მალე გთხოვ მოუხვენ მარცხნივს, როცა გეტყვის, უკვე ჩართავ მოხვევის მაშუქს და ელოდები შუქნიშანს. წინ ამ შუქნიშანზე აუცილებლად გადადიხართ როგორც ზდეკხას, ისე ქვეითთა გადასასვლელს და ისე ჩერდებით. და ელოდებით რომ წინიდან მომავალმა მანქანებმა გამოიარონ გზა. გზის ეს მონაკვეთი. ასევე ისე გადადით ამ გზაზე რომ არ ჩაკეტოთ გზის მონაკვეთი. გაიარებ ეხა ბარემ, არ არის აუცილებელი რომ ანუ თლა წესები დავიცოთ და საათნახევარი ველოდოთ სხვა მანქანებს. აქ შეგიძლიათ მარცხენავე ზოლში შემოხვიდეთ, იმიტომ რომ წინ ამ გზაზე გიწევთ პირდაპირ წასვლა, ხოლო მარჯვენა ზოლი გიშვებთ მხოლოდ და მხოლოდ მარჯვნივ, ეგეთი მონიშნა გვაქვს, ამიტომ ვიქნებით ყურადღებით. ქვეითთა გადასასვლელებთანაც ყურადღებით იყავით აუცილებლად. წინ უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელია, სადაც ანუ ნიშანთან მოგიწევთ ძალიან ახლოს გაჩერება, წინმავალ მანქანას გადაატარებთ და დაიწყებთ მოძრაობას. წინ ხედავთ პატარა წრიულ მოძრაობას, სადაც პირველ მარშრუტზე გიწევთ, ანუ ერთ-ერთ მარშრუტზე გიწევთ მანქანის მოbrunება, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ მარცხნივ წავალთ. წრიულზე მოძრავ მანქანებს აუცილებლად გზას დაუთმობთ და ისე მოძრავთ, ხოლო როცა წრიულში ხართ, უკვე არის თქვენი გზა, ანუ ამ ადამიანს ეხლა წინ მიმავალი ავტომობილისთვის გზა უნდა დაეთმო. ეხლა მარჯვნივ პავაროტნიკი დაგავიწყდა მე მგონი. მიდი გააყოლე. ეს მანქანა არ არის, ასე ვთქვათ, ისე გზაზე გამოდგმული, რომ ამ ზოლით ვერ გაიაროთ, უბრალოდ ისე ახლოს არ ჩაუვაროთ მაგ მანქანას, რომ კარის გაღების ინტერვალი არ იყოს რა, ანუ ძალიან არ მიეწებოთ, ასე ვთქვათ, მარჯვენა მხარეს მაგ კონკრეტულ მომენტში და სიტუაციაში. ეხლა შევდივართ უბანში, ეგრეთ წოდებულ კომბინატში, ყურადღებით იყავით აქ, დააკვირდით ბექა. ყურადღებით იყავით გზის ამ მონაკვეთზე, იმიტომ რომ ესეთი სიტუაცია ძალიან ბევრი შეიძლება შეგხვდეთ, იცოდეთ რა. ანუ გამოსვლის დროსაც კი შეიძლება გამოფრინდეს ავტომობილი და მაქსიმალურად ყურადღებით მოძრაოთ. აქ ასევე ყურადღებით იყავით მომენტთან, როდესაც კი ხედავთ, რომ 60-ია ჯერჯერობით მაქსიმალური სიჩქარე და 40, 45, უпростоოდ 45, 55 შეგიძლიათ მოძრაობა, მაგრამ წინ აი დააკვირდით, როგორც კი აი ამ პატარა მოსახვევს გაივლით, ეგრევე გვხვდებათ ნიშანი, არა ამის მერე არა. უпростоოდ ამის მერე წინ ეკლესიამდე არ მისული შეგხვდებათ ნიშანი, სადაც იქნება 40 უკვე მაქსიმალური დაშვება რა, აი წინ. და აქ აუცილებლად მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ
სიჩქარე დაბლა დაწიოთ და 35-ით იმოძრაოთ. 35, 37 ასე ვთქვათ. ბექა გადავიდა მარცხენა ზოლში, იმიტომ რომ იცის წინასწარ რომ აქ იქნება გზაზე დაბკოლებები. ბექა ალბათ ქვეითებსაც ხედავს, რასაც თქვენს ხედავთ. გაატარებთ აუცილებლად უნდა გააჩერო, ბექა ისინი უნდა გაგეტარებია. როგორც გითხარით, ვიცავთ იმ გზაზე მოძრაოთ, რა გზაც გვჭირდება გამოსვლის გასავლელად და წესებს არ ვიცავთ რა. შეძლების დაგვარად დავიცავთ წესებს. ის ქვეითები აუცილებლად გასატარებლები იყვნენ იცოდეთ. ყურადღებით იქნებით ასევე აუცილებლად ავტობუსებთან, იმიტომ რომ ყოველთვის გაჩერებასთან იცოდეთ რომ ქვეითები არიან, ბევრმა ადამიანმა არ იცის რომ ავტობუსი წინიდან არ უნდა შემოუვაროს, თუმცა მაინც აკეთებს ამას. ამიტომ წინიდან გადმორბენა თუ დაიწყო ვიღაცამ აღმოჩნდება შენ ზოლში, როგორც კი გაივლი, ჩათვალო რომ ჩაჭრილი ხარ რა, ან ავარიულ სიტუაციაში შექმნი, ან მკვეთრი დამუხრიჭება მოგიწევს. ამიტომ თუ ავტობუსი არის შენგან მარჯვენა ზოლში, აუცილებლად ნელი სვლით აუვარე გვერდი. ძალიან მშვიდად, ისე რომ თავი ოდნავ წინ და მარჯვნივ გაწი. ჩაიჭერის მაგ გამოსტაზე, ხო? კარგი. წინ წრიულ მოძრაობას ხედავთ, ეს არის უკვე ის მეორე წრიული, რაც გვხდება გამოსტაზე. აქ აუცილებლად მარცხნივ პავაროტნიკით შედიხართ მოძრაობაში. დააკვირდებით წრიულზე მოძრავ მანქანას აქეთ არ მოდიოდეს და დაიწყებთ მოძრაობას. აი ეგ. ჩართავ მარჯვენა პიჟდეს პავაროტნიკს. ქვეითა გადასასვლელამდე აქ თუ ზოლს ვერ შეიცვლით, ესე უბრალოდ იმოძრავებთ ამ ზოლით და მერე მალევე თუ გზა თავისუფალია მარჯვენა მხარეს, ჩართავთ მარჯვენა პავაროტნიკს და გადმოხვალთ, ხოლო თუ არ არის თავისუფალი, გააგრძელებთ მარცხენა ზოლით სიარულს და იცოდეთ რომ დაშვებული სიჩქარე აქ, აი ამ დასახლებულ ტერიტორიაზე, სადაც კორპუსები არის, ასე ვთქვათ, არის 40 მაქსიმუმი და არ მოუმატოთ სიჩქარეს ზედმეტად. მაქსიმალური სიჩქარეა 40 ჩათვალეთ. წინ ხედავთ პავაროტნიკი აქვს მანქანას ჩართული, ბექა შეანელო უნდა მაგ დროს აუცილებლად. მარჯვენა ზოლი კი ბატონო, ოღონდ პავაროტნიკით გადახვალთ თქვენ ამ შემთხვევაში, ბექას უკვე აქვს მართვის მოცულობა და მაგრად ფეხებზე კიდია. პავაროტნიკი და ყველაფერი. წინ ხედავთ რომ დაბრკოლება არის, ისევ ესეთ სიტუაციაში მარცხნივ პავაროტნიკი, მანამ სანამ ქვეითა გადასასვლელთან მიხვალთ. თორემ არა ქვეითა გადასასვლელთან უკვე ვერ იზამთ მაგ ყველაფერს. ყურადღებით იქნებით ქვეითებთან, თუ რომელიმე მორბის ქვეითა გადასასვლელისკენ აუცილებლად იქნები ყურადღებით, რომ შენელება, შეჩერება შეძლო. როგორც კი გზა გითავისუფლებად, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაოთ მარჯვენა ზოლში. აქ მალევე დაინახავთ იმას, რომ დაშვებულია უკვე 60 მაქსიმალური და შეძლებთ უკვე 40-ზე მეტით მოძრაობას. რა თქმა უნდა, გზა თუ გაგიშვებთ, დაიმახსოვრეთ, არ უნდა იფრინოთ გზაზე, თუ არ გიშვებს გზა ფიზიკურად, აინახეთ დაშვებულია უკვე 60, თუ გზა არ გიშვებს ფიზიკურად ვერ ივლი რა მაგდენით. ამიტომ შენ არ შეიცადო, რომ წინ მანქანა მიდიოდეს და ტრაქში შეუძრო მაგ მანქანას რა. ნახე შენ იგივე მოგივიდა, რაზეც მეუბნებოდი, არ არის სავალდებულო გადმოსვლაო და ეს ტრაილერი რეალურად ისე აყენია, რომ გონია, რომ გზაზე არაა ძმა, მაგრამ გზაზე დგას რა. ზედქვეითა გადასასვლელზე დგას, რაც ასევე დაბკოლებას გიქმნის და ხილვადობას გიფარავს, ქვეითა გადასასვლელზე ვერ ხედავ მე ვერაფერს. ყველა მხრიდან ფარავს და წინ, როგორც კი ხიდს გადახვალთ, მოგიწევთ მარჯვნივ მოხვევის მაშუკის ჩართვა, მეგობრებო. აი ამ პატარა ხიდს როგორც კი გადახვალთ და მარჯვენა ზოლში დგომა. იმიტომ რომ აქედან უკვე მარცხნივ მიდის ჩვენი გზა. აი ასე. იქ წრიულზე რომ მოbrunდებით, მარცხენა ზოლში აგრძელებთ მოძრაობას, ამ ზოლითვე ამოდიხართ, მარჯვნივ ვერ გადმოდიხართ ფიზიკურად, იმიტომ რომ არის ეგ პირველ მარშრუტზე უკვე სადაც მოbrunება გიწევდათ ამ წრიულზე, იმიტომ რომ არის უწყვეტი ღერძულა ზოლი და ფიზიკურად იგივეს ვერ იზამთ, რომ როგორც ვაკეთებთ ხოლმე რომ მარჯვენა ზოლში გადავიდეთ, იმას ვერ იზავთ აქ. წინ დაბკოლებებს ხედავ ალბათ ბექა, ქვეითა გადასასვლელის მერე მოგიწევს ზოლის შეცვლა აუცილებლად, დაიმახსოვრე. აქ ქვეითა გადასასვლელამდე ძალიან ადრე უნდა შეგეცვალა ზოლი, ან მერე. აი ასე. და გადავინაცვლებთ მარჯვენა ზოლში. მერე ჩავრთავთ მარჯვნივ პავაროტნიკს და გადმოვინაცვლებთ მარჯვენა ზოლში. აი მას.
შუქნიშანთან ისე გაჩერდებით, რომ ხილვადი იყოს როგორც აი ეს შუქნიშანი, ისევე აი ის. ვალდებულება არ გვაქვს ამის, მაგრამ მაინც აკვირდებიან გამოცდილები, ამიტომ მოდი ჩვენ არ შევიქმნათ შეფერხება და ასე შემდეგ. სანამ წითელი ანუ მწვანე აინთება, მანამდე ცოტა ხანი დაპაუზებული მექნება კადრი და მე ისევ ჩავრთავ მეგობრებო. ეს მე. ისი ხო, ჯიგარ შეიძლება ეგონოს რომ სასწავლო სვლა გვაქვს. აქედან ამ შუქნიშნიდან მარჯვნივ მოგიწევთ მოხვევა. ზოლში ისევ შეეცდებით რომ მარჯვენა მხარე დაიკავოთ, ანუ არ მიეწებოთ მარცხენა მხარეს, როდესაც ესეთ ფართო გზაზე ხართ, ოღონდ იმოძრავეთ ისე რომ მარჯვნივ აი ამ ზოლს ისევ როგორც გითხარით. ანუ ეგ გზა გამოვიარეთ იქიდან აქეთ და შეუხვიეთ უკან იქით. ახლა ამ შემთხვევაში უკან იმავე გზაზე ვბრუნდებით სააგენტოსკენ რა. შეეცადეთ რომ მარჯვენა მხარეს იდგეთ იგივენაირად, თუ რა თქმა უნდა დაბკოლოები არ იქნება წინ და როგორც ჩვენ არ ვეხებით, აი სარკეში თუ დააგვირდებით, არ ვეხებით ამ თეთრ ზოლს, ისე არ შეეხოთ თქვენს. აკონტროლეთ აუცილებლად ყველა სარკე, იმიტომ რომ მოძრაობა აქ ასე თუ ისე მაინც სწრაფია. შეიძლება დაშვებული 60 იყოს, მაგრამ ვიღაც 120-ით მოდიოდეს და თქვენ ყურადღებით იყავით რა. აქ ხიდთან ცოტა ვიწროვდება გზა და ოდნავ მარცხნივ გაწევთ მანქანას, ძალიან ოდნავ, ანუ გზაზე არ გადახდეთ, უბრალოდ ვიწროვდება გზა და ოდნავ შემოიწევით შიგნით. ისე რომ ყურადღებით იყოთ სარკეებშიც რა. რულის მკვეთრად გადაკვრა მაგას არ ჭირდება და არაფერი მაგდაგვარი. გასაკვირველია დიდი მანქანების მოძრაობენ, მაგრამ ამან პრობლემა არ უნდა შეგიქმნათ. ამ ბუკლეთ წეღან მეხსიერება დამთავრდა, გავაგრძელებთ ვიდეოს გადაღებას, როგორც კი გზა გაგვიმთავისუფლდება, დავიწყოთ მოძრაობას. წავედით. ანუ მონაკვეთი არის სადღაც 10 მეტრი გამოვტოვეთ, იმიტომ რომ მეხსიერება აღარ მეყო და რაღაცები წავშალე და მოკლედ ვაგრძელებთ ისევ გზის გადაღებას. ვიცი რომ ეს თქვენი პრობლემა არ არის და თქვენ ვიდეო გჭირდებათ გზის. ამიტომ ვაგრძელებთ მოძრაობას, მივდივართ ჩვენს გზაზე. წინ გალფის კალონკის ლოგოს როგორც კი დაინახავთ, იცოდეთ რომ მარცხნივ არის შესახვევი და იქნებით აუცილებლად ყურადღებით რა. შესვლისას იცოდეთ რომ ამ ერთზოლიანი მოძრაობიდან ორზოლიან მოძრაობაში შევდივართ და მარცხენავე ზოლით შეგიძლიათ შესვლა. წინ, როდესაც ესეთი თავისუფალი გაქვთ გზა, აუცილებლად გამოიყენეთ ეს ფანჯარა და შედით ზოლში მარცხენავეში, არ გადახვიდეთ მარჯვენა ზოლში ჯერჯერობით, სანამ წინ და ანუ არ გაგინთავისუფლებათ მთელი გზა და მთელი დაბკოლოები. ხოლო როგორც კი განთავისუფლდება, ეგრევე დაიწყებთ მარჯვნივ ზოლის მონაცვლეობას. რა თქმა უნდა, სარკეში და მხარზე გახედით. მხარზე გახედვა ეს უკვე ბევრჯერ მაქვს თქვენთვის ახსნილი რა არის, ამიტომ ანუ ძალიანაც არ დაიძაბოთ მაგაზე რა. ბექა წინ ძროხებთან ყურადღებით იყავი. შენელდი. ზოლს არ უნდა შეეხო, იცოდე. აჰა, კაი ბიჭი ხარ. წავედით. ხო, ძროხა თუ შეხვდათ რომელიმეს, შეგიძლიათ მოწველოთ და გააგრძელოთ მოძრაობა. რძე გამომიყოლეთ ზუგდიდიდან. ან ყველი, რავი, არსებით მნიშვნელობა არ აქვს. პავაროტნიკს ხო არ ჩართავდი და ისე ხო არ გადახვიდოდი თუ გამოცდაზე მაინც არ ახარ. ხო, მოკლედ, როდესაც გზის ზოლის მონაცვლეობა გიწევთ, ანუ კონკრეტულად ამ სიტუაციაში ზოლის მონაცვლეობა გვიწევს. ანუ შეეცდებით რომ პავაროტნიკი ჩართოთ და ისე გადახვიდეთ რა. უბრალოდ ბექას უნდა რომ მალე მორჩეთ ამ ყველაფერს, მგონი ეზარება ეხა რა საკეცის, მაგრამ გზა უნდა დავიმახსოვროთ აუცილებლად საჭიროა ჩვენთვის. ანუ წესების დაცვით მოკლედ აუცილებლად ჩართავ ავარიულებს, ან თუ გზა გაქვს თავისუფალი, რომელიმე ზოლი ჩართავ პავაროტნიკს და ისე გადახვალ ზოლიდან ზოლში. ოღონდ ამას გააკეთებ ძალიან ნელა. იმიტომ რომ ძროხა არის ცხოველი, რაც არის არაპროგნოზირებადი. აქ უკვე ერთ-ერთი მარშრუტის დასასრული არის ხოლმე. ამ მოძრაობით, როგორც მოძრაობთ, წინ ხედავთ ხიდს, როგორც კი ხიდს გადახვალთ, აი მაგალითისთვის ახლა ხედავთ ხიდს უკვე, მოაჯირებს ხედავთ მისას. როგორც კი ამ ხიდს გადაივლით, მეგობრებო, ჩართავთ მარცხნივ პავაროტნიკს. ეს უკვე აი სახანძროსთან რომ მანქანა მოვატრიალეთ მანდ. დიდ წრეულზე რომ მოვტრიალდით, ასე თქვა, ჩართებ ეხა მარცხნივ პავაროტნიკი და გადადი მარცხენა ზოლში. გადახვალთ მარცხენა ზოლში, უამრავი სასწავლო მანქანა მოძრაობს აქ, დაგაზაობენ იმენა. მარცხენა ზოლით იმოძრავებთ, სიტყვა მალე მოუხვიე მარცხნივს რო გეტყვის, რა თქმა უნდა, ისევ ჩართავ მარცხენა პავაროტნიკს, არ გინდა შენ ჩართვა და არ შეგეშალოთ არავითარ შემთხვევაში. არც აქ არ შეუხვიოთ,
და არც იქით. აი აქ უნდა შეხვიდეთ. აი ამ შესახვევში. აი აქ. აქეთაში არ შეხვიდეთ, აუცილებლად იცოდეთ ეგ რა. წავედით შემდეგ მარშრუტზე, ანუ აგრძელებთ მეორე მარშრუტს, ჩათვალეთ აი პატარა წრიულზე რომ მოვტრიალებული ყავით იმ მარშრუტს. წინ შუქნიშნიდან მოგვიწევს პირდაპირ წასვლა. აქ ისედაც ბევრი მანქანა აყენია მარჯვენა ზოლში, ამიტომ ვიდგებით მარცხენა ზოლში. უკიდურესად ოღონდ ზოლები კარგად აღიქვით, პროცივზე არიაროთ. წინ შუქნიშანში მწვანე გვაქვს ჯერჯერობით, ამიტომ იქიდან მომავალი მანქანას ჩვენ გვითმოს აუცილებლად გზას. გაჩერება არ არის სავალდებულო, თუმცა გვერდებზე მაინც გაიხედეთ, მიიხედეთ და მოიხედეთ. წინ პირველივე მთავარი გზის ნიშანს როგორც კი დაინახავთ, იქნება მიმთითებელი ნიშანი, სადაც პირდაპირ და მარცხნივ მოძრაობის მითითება გვაქვს, ასე ვთქვათ და ჩვენ უნდა მოვუხიოთ მარცხნივ. აჰა, ჩართებ ეხა მალე. აი ამ ნიშანზე საუბარი, თუ ხედავთ არ ვიცი. აუცილებლად იქნებით ყურადღებით, მთავარ გზაზე ხართ, მაგრამ იცოდეთ რომ წინიდან მომავალი მანქანისთვისაც მთავარი გზა არის, მოუტრიალდებით, კი ბატონო, აი ეგრე. და წავალთ პირდაპირ. მოძრაობა ერთზოლიანია, ამიტომ აქ შეგიძლიათ მარცხნივაც იდგეთ, უბრალოდ უმჯობესია რომ მარჯვენა მხარეს იყოთ და ისე იმოძრაოთ, იმიტომ რომ მოძრაობა არ შევაფერხოთ. ვიღაცა შეიძლება უფრო სწრაფადი უნდოდეს სიარული, შეიძლება სასწრაფო მოძრაობდეს და ეგეთი სიტუაცია რო არ შევიქმნას, ასევე სასაფლაოებია და რაღაც პრობლემები რო არ შევიქმნათ, მოკლედ ისეთი რაც არ არის საჭირო რომ შეგვექმნას. წინ ქვეითა გადასასვლელი არასთანაც ყურადღებით უნდა იყოთ აუცილებლად. აქ უკვე მარცხენა ზოლს დაიყავებთ და წინ დაინახავთ მარცხნივ შესახვევს, დააკვირდით? აი მარშრუტკა სადაც ჩერდება, აი მარცხნივ უნდა შევხვიოთ. ამან ეხა მოსწავლე ჩაჭრა, ხო? კი. აჰა, ჯიგარი. ანუ იმენა ჩაჭრა მოსწავლე რა, ჩვეულებრივად. რა კომპანია იყო ეგ? იფქლი კომპანია იფქლი. ანუ ჩათვალე რომ შენმა თანამშრომელმა ერთი 60-ზე გამსვლელი ჩაჭრა, ჩვეულებრივად, რა ვიცი. შენ სპურს აღარ ვიყიდით ძმა მაგის გამო. ანტირეკლამა გაქვს ჩვეულებრივად აგერ YouTube-ით. გზაზე 40 კი, 40 თუნა იაროს ამ გზაზე. იმ გზაზეც 40 თუნა არ უნდა იაროს, იქ იმ მონაკვეთზე. კი. ამ გზაზე კიდე 40. აჰა. აქ უკვე გვიწევს მარცხნივ მოხვევა, ჩართავ მარცხნივ პავაროტნიკს. აუცილებელია რომ 150 მეტრიანი დისტანცია გქონდეს მინიმუმ იმისთვის რომ გზაზე გავიდეთ. ყურადღებით იქნებით აუცილებლად. იქიდან მომავალი მანქანები ცოტა ჩქარა მოდიან ხოლმე. ჩვენ კი შეგვიძლია გავიდეთ, აქ წესებსაც ვიცავთ რეალურად, მაგრამ აქ მარჯვენა ზოლში დადგებით მაქსიმალურად. ანუ აქ ბუგაროკები აქვს და ცოტა სნელდებიან, მაგრამ უკანა მხარეს რეალურად არ არის ხოლმე ეგ ბუგაროკები იმდენად და შესაბამისად ისე, შედარებით უფრო ჩქარა მოდიან და ყურადღებით უნდა იყოთ. ისევ მარჯვენა ზოლში მოძრაობის დროს აი ამ თეთრ ზოლზე არ გაიაროთ, აუცილებლად იცოდეთ ეგ რა. და წინ შუქნიშანზე მოგვიწევს მარჯვნივ შეხვევა. აი white კამერას რო სინემატიკი ქონდეს, რაღაც ასწავლოს გადავიღებდი იმენა. კინოს გადავიღებდი. აქ მარჯვნივ პავაროტნიკი აუცილებლად, ყურადღება მიაქცეთ იმ ფაქტსაც, რომ აქ ქვეითა გადასასვლელზე ხო არ უნდა გაგიჩერდეთ მანქანა. აქ ხო ისევ თქვენი გზა არის, მაგრამ ასევე ყურადღება მიაქცეთ იმას, რომ აი ამ შუქნიშანზეც მწვანე არის, ამიტომ გადამსვლელ ქვეითს აუცილებლად გზა უნდა დაუთმოთ. აქ მარცხენა ზოლში დადგებით, თუ რა თქმა უნდა არა, ძირითადად იქნება აქ დაბრკოლებები მარჯვენა მხარეს, ამიტომ მარცხენა ზოლში გადახვალთ, ოღონდ არა საპირისპირო მხარეს, უბრალოდ მარცხენა ზოლში გადახვალთ და ისე გააგრძელებთ მოძრაობას. ძალიან მალე მივახლოვდებით სააგენტოს, ხედავთ მარჯვენა მხარეს როგორ ყრია მანქანები და დაბრკოლებებია, ყურადღებით იქნებით აუცილებლად. ამ პორშეს ერთი სიტყვით რო ვთქვათ, კარგად უყენია მანქანა ისე რომ ვიღაც არ ჩაიჭრას, მაგრამ აი ეს დგას ჩამჭრელად ძმაო იმენა. აი აქ უნდა შევხვიოთ მარჯვნივ, აი აქ, აი ამ ადგილას. ეს ჯიგარი იმენა ჩამჭრელად იდგა, ხო? ჩაჭრა ხო ვიღაცა ჩემი კაცი. ეხა მე რო ყოფილიყავი. ჩემი თხოვნა იქნება მეგობრებო, რომ საგამოსტო გზებზე შეეცადეთ ამოწიებ ეხაშუშა. საგამოსტო გზებზე შეეცადეთ, რომ არ შექმნათ ძალით დაბრკოლებები რა, ანუ უამრავი ძალით დაბრკოლება დავინახე, ეხლა მე აქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, რაც აი ძალიან პატარა ქალაქია რეალურად. აქ არ უნდა იყოს.
მარშრუტიდან წამოვიდა. აქ არ უნდა იყოს ჩამჭრელი სიტუაციები. არ უნდა გვექნებოდეს ისეთი მომენტები, რომ ძალით ვჭრიდეთ მოსწავლეს რა. თითქოს ანუ არაფერი, ანუ თლიანობაში ვიარეთ 9 საათი. 9 საათი ვიარეთ და ამ 9 საათში უამრავი ჩამჭრელი მომენტი დავინახეთ. დავინახეთ მომენტი, სადაც ტრაკზე აზის მანქანას, საგამოსტო მანქანას, ჩვეულებრივი მანქანა და ფიზიკურად არაფერს არ გიწყვეტს. ძმაო, შეგიძლია გაატარო ცოტა შეუნელე, გადმოვა ის მანქანა თავის ზოლში და მერე გადადი შენ ზოლში, მერე გაასწარი, ანუ მოითმინე უბრალოდ რა. დავინახეთ ისეთ ადგილას დაყენებული მანქანები, რომლებიც როგორ ახსნა ფიზიკურად არ უნდა იდგეს მან, გამოცდაზე გამსვლელს ეგრევე ხელი ეშლება. დავინახეთ ასევე მანქანები, რომლებმაც იციან რეალურად მაგ ტერიტორიას დადიან თითქმის ყოველდღე და ანუ იციან რომ მან საგამოსტო მანქანები დადიან და რაღაცნაირად ცოტა თავშეკავებულება გმართებთ, იმიტომ რომ ჩვენი ძმები, ჩვენი დები, ჩვენი რავი მამები, დედები, შვილები ყველა გადის გამოცდაზე და ანუ რაღაცნაირად, ანუ შენ თვითონ შეგრცხვება რომ ვინმე სხვა მეგეთი რაღაც გააკეთოს და ჩაიჭრას გამოცდაზე რა. ჩემი რჩევა იქნება მეგობრული რომ თავი შეიკავოთ მაინც ყოველ შემთხვევისთვის ისეთ რაღაცებისგან, რაც გამოიწვევს სხვა ადამიანის ჩაჭრას ყოველ შემთხვევისთვის. ხელი არ შეუშალოთ რა, ანუ ძალით მოაკეთებთ მაგ რაღაცებს. კაი, ანუ შემთხვევით კიდე მისაღებია, მაგრამ ძალით მოიზამ, გაიარებ ეგ თავისუფალი აქ. ძალით არ ქნათ მოკლედ ეგეთი რაღაცები რა, ანუ რაღაცნაირად ჯიგრულად ქართველები ვართ ბიჭო, ხელი ერთმანეთს რა პონჩი უნდა შეუშალოთ იმის გამოცდის ჩაბარებაშიც მაგრამ. ანუ რანაირად უნდა შეუშალოთ ხელი ერთმანეთს გამოცდის ჩაბარებაში, ანუ ვინ გაძალებს საერთოდ რო შუაგზაზე აგდებთ მანქანას გადაწიე რა, ანუ ზუგდიდია ძმაო, უამრავი გასაჩერებელი ადგილია შუა ტრასაზე რო არ დააგდო 1000 შესაკვეხებელი და შესატეხია გზის. ერთი წუთი რო ფეხით გაიარო, არაფერი არ გიჭირს რა. რაღაცნაირად შეიცავთ რომ ერთმანეთს ანუ გაითვალისწინეთ ერთმანეთი რა. რა სიტყვები? ხო უნდა გაითვალისწინოთ. შენ მქონდა რამე შემაფერხებელი მომენტი ისეთი გამოცდაზე გასვლის დროს? არა ხო? გაგიმართლა იმენა რომ შუა ტრასაზე არაფერი არ იგდო. ეხა იფქლის მანქანა მაგალითად იმენა ჩაგჭრა. ჩვეულებრივად. წინა გადაღებაზე მქონდა კაცი გადაღებული, რომელმაც გამოცდაზე ადამიანები ჩაჭრა, ჩვეულებრივად ჩაჭრა, იმიტომ რომ შუა ტრასაზე იდგა. იქით მივდივარო იძახდა, არა და არ მიდიოდა იქით. მაგას ვიძახი, აი სრული პასუხისმგებლობით, რომ იქით მიმოვალი, აი აქ დადგებოდა გზაზე, ანუ შუა ტრასაზე იქით არ დადგებოდა სადღაც რა. და მან არ დაელოდებოდა მანქანას, მით უმეტეს აქაური თუ არის რა. ანუ უეჭველი ჩამჭრელი ტიპი იყო და ეგ არის რა. რაღაც დასარეგულირებელია, მოკლედ, ანუ ოღონდ სახელმწიფომ კი არ უნდა დაარეგულიროს ეს, თქვენ უნდა დაარეგულიროთ და თქვენს ინტერესებში უნდა ჭდებოდეს ის, რომ ანუ თქვენს გამო ვიღაც არ ჩაიჭრას გამოცდაზე რა. რავი, გაგიტყდებ. მე მაგალითად მაგრა გამიტყდება ჩემ გამო ვინმე რო ჩაიჭრას. რამდენჯერ გადაღება გავაჩერეთ? ანუ ხო შემეძლო რომ მთელი მარშრუტი გამევლო ისე რომ ანუ საგამოცდო მანქანას გავყოლოდი, ეგეც შემეძლო რა. მაგრამ გადაღება გავაჩერეთ იმდენჯერ რომ რავი, იმიტომ გავაჩერეთ ეს გადაღება რომ არ მოსწევდა ისეთი რაღაც, ანუ არ ჩაჭრილიყო თუნდაც ჩვენ გამო, უკან რომ მიყვება, ბევრი იჭრება იმის გამო, რომ ვიღაც უკან მიყვება. და იმ გამომცდელს გონია, რომ ანუ გზას უკეთოს ვიღაცა, რომ არ შეიშალოს ხელი. ანუ თქვენ პროსტატაკი ქონიით ის რა, ანუ რაღაცნაირი შეგრძნება, ადამიანურობა, რაღაც ლოიალურობა, ძმაკაცურად მიუდექით გამოცდაზე გამოსულ ხალხს. ერთმანეთი გაითვალისწინოთ, ბიჭო, ერთმანეთი გიყვარდეთ. თორე ვარჯიშო ვიბერები და პეცულეს იყო რა. მადლობა ბექას. ბექას მადლობა იმისთვის, რომ დაიჭდა საჭესთან და ჩვენ შევძელით ვიდეოს კარგად გადაღება, იმიტომ რომ როცა საჭესთან ჯდომით ფიზიკურად არ გამოგვივიდა ისეთი გადაღებული, როგორც საჭიროა რეალურად რა. ანუ არ ჩანდა კადრები ხშირად. პლუს ამას პატრულმა რამდენჯერაც გამოიარა, იმდენჯერ მობილურის დაბლა ჩაწევა მომიწია. სამომავლოდ გეგმავ რომ გარე კამერა ვიყიდო და დავამაგრო. გარე კამერის ყიდვის მერე აუცილებლად თითქმის ყველა ქალაქში გადავიღებ მარშრუტს. და ავტვირთავ YouTube-ზე. თქვენ უბრალოდ გამოიწერეთ არხი. კითხვები რაც გააქვთ რეალურად დაწერეთ კომენტარებში. ანუ TikTok-ზეც იდება ხოლმე ვიდეოები, მაგრამ ეს კონკრეტული სრული ვიდეო, ასე ვთქვათ, აიტვირთება YouTube-ზე და რავი შეგეძლებათ უყუროთ რა. ვისაც ზუგდიდში გაქვთ გამოცდა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მარტივი ქალაქი, რაც არ უნდა იყოს ზუგდიდი არის და ამაზე მარტივი ფიზიკურად არ არსებობს ქალაქი. ეს ინდივიდუალური საკითხია ყველასთვის და მართვა თუ იცი ყველგან ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა, ჩაბარება, მაგრამ ამაზე მარტივი ფიზიკურად არ არსებობს. ანუ ვერ ჩააბარებთ ამაზე მარტივად ვერსად.